Გარეცხო ხილი ან ბოსტნეული ისე, რომ ზედაპირზე არსებული ჩვენს სხეულისთვის ტოქსიკური პესტიციდები მარტივად მოაშორო. აიღე ნებისმიერი ხილი ან ბოსტნეული. ამ შემთხვევაში მოდი ეს იყოს მარწყვი. ჩაყარე წყლით სავსე ჭურჭელში. ნუ დაამატებ ძმარს. ძმარი არ მოაშორებს პესტიციდებს. დაამატე საკვები, საჭმელი სოდა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი. დაამატე 1 სუფრის კოვზი 1 ლიტრ წყალზე. ამის შემდეგ ეს ყველაფერი კარგად მოურიე, გააჩერე დაახლოებით 15 წუთი. მერე ეს სითხე გადაღვარე, გამოავლე ჩვეულებრივი წყლით, გადმოალაგე, გააშრე და მირთი. საქმე ის არის, რომ საკვების სოდა რეაგირებს ამ ხილის ან ბოსტნეულის ზედაპირზე არსებულ მჟავა ბუნების ნივთიერებებთან, ამ შემთხვევაში პესტიციდებთან. მათ გახდის საბლოჭამში წყალში ხსნაც და ასე მოშორდება. თუ თქვენ ხილს ან ბოსტნეულს თქვათ, კიტრს, პომიდორს, ვაშს, მარწყვს ან რამე სხვას გაერცხავთ ჩვეულებრივი წყლით, მას მოშორდება პესტიციდების მხოლოდ 20-40%. დანარჩენი ისევ დარჩება მის ზედაპირზე და მე თქვენ სხეულში ასე მოიწამლებით. ამიტომაც არის, რომ ამ მეთოდით უნდა გაერცხოთ. გავზერეს რჩევას ხვებცაც.